რაც შეეხება ვეტოს საკითხის განხილვას და ვეტოს დადებას პრეზიდენტის მხრიდან მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, ალბათ ეს ლოგიკურიც იყო, თუმცა რო ვთქვათ, რომ შინაარსობრივად და არსობრივად ეს რაიმე ცვლის არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, არა, იმიტომ რომ ვეტოს დაძლევის მექანიზმები დღევანდელ ხელისუფლებას აქვს და არ ამგონია რომ ეს გაუჭირდეთ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ქართულ ოცნებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ ესეთ ინიციატივას და სწორსაც აკეთებენ იდეაში, რომ არ უჭერენ მხარს, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა იმისათვის, რომ ვეტოს დაძლევა გაუჭირდეს ხელისუფლებას. ყოველ შემთხვევაში ის გარკვეულწილად შეაფერხებს რამდენიმე დღით პროცესს, თუმცა პრობლემად რჩება და არსად რჩება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურად იქცევა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებთან მიმართებაშიც ის იბრძოდა მთელი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მეტ საკითხში ემსგავსება ერთ-ერთში ნაციონალურ მოძრაობას და უკვე ეს გამოკვეთილი მეორე საკითხია ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება, როდესაც ითხოვდნენ ერთს ოპოზიციაში და ეხლა ახორციელებენ სრულად მეორეს, იგივესაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და ისე ვის რეალობა, რომ ქართულ ოცნებასაც ძალიან სჭირდება როგორც ჩანს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ჩარევა, მოსმენა, გაკონტროლება, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ თვალსაზრისით სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო წმუნდება საზოგადოება იმაში, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს რაიმე განსაკუთრებული არ შეიცვალა, რაც ძალიან ცუდია, რამაც უკვე გამოიწვია ძალიან დიდი იმედგაცრუება საზოგადოებაში და რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან მკაცრ გაბრაზებას და გაბრაზებული საზოგადოება როგორ აგზავნის პოლიტიკურ სანაგვეზე ხელისუფლებებს, ეს უკვე ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ ვნახეთ. კი, ახალი ის არის, რომ პრაქტიკულად გამოიკვეთა ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი და საარჩევნო სისტემის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ეს არის სწორედ ის აქილევსის ქუსლის საარჩევნო თემატიკის, უკვე რომელიც რამდენიმე ათეული წელი ალბათ ჩვენს ქვეყანაში ძალიან სერიოზულ პრობლემად დგას, ეს არის საარჩევნო სისტემა. სისტემა, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად მანკიერი, დღეს არსებული, ეს არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და ინტერპარტიული ჯგუფი შეთანხმდა ერთმნიშვნელოვნად, რომ პრიორიტეტი, მთავარი მიმართულება ამ შემთხვევაში მდგომარეობის გამოსასწორებლად, ეს არის არსებული სისტემის გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ანუ მარტივად რო აუხსნათ და მაყურებელმა და საზოგადოებამ კარგად გაიგოს, ყველა დეპუტატი, რომელიც მაგალითად არის პარლამენტში, 150 დეპუტატი აირჩევა პროპორციული პარტიული სიით. ეს არის ჩვენი ინიციატივა ამ შემთხვევაში. ეს არის მთავარი საუკეთესო გარანტია იმისა, რომ დავამკვიდროთ ერთი ძალიან სამართლიანი პრინციპი. როდესაც პარტია იღებს კონკრეტულ პროცენტს, სწორედ იმ პროცენტის შესაბამისი რაოდენობის დეპუტატები შეიყვანოს პარლამენტი, იქნება ეს თუ საკრებულო. აიღებს 20%-ს, 20% დეპუტატები იყოს მისი პარლამენტში თუ საკრებულოში. აიღებს 40%-ს, ასე შემდეგ. დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც ხელისუფლება იღებს მაგალითად, როგორც ქართულმა ოცნებამ თბილისში 44% აიღო და საკრებულოში შეყვანილი ხავს 75% დეპუტატები. ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს აიღო 56% და 99% ყავდა პარლამენტში დეპუტატებისა წარმოდგენილი. ეს ხდება იმის წყალობით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და მაჟორიტარები ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელი, ასე ვთქვათ, შესაკრები არის ხელისუფლების მხრიდან და ესეთ მოვადედებაზე მოხვედავს ყველა მაჟორიტარს ხელისუფლება ჩაყრის თავის ყულაბაში, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე და პრაქტიკულად ამის ხარჯზე ის იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში მაგალითად. მაშინ როდესაც საზოგადოების მხრიდან ნდობა და მხარდაჭერა ამა თუ იმ პარტიას აქვს არაუმეტეს მაგალითად 56%-ისა, როგორც გითხარით 2008 წლის მაგალითზე. ან 44%-ისა, როგორც თქვით მაგალითად ეხლანდელ ადგილობრივ არჩევნებზე. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს მანკიერი სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ, რომ პარტია რამდენ პროცენტსაც აიღებს, იმდენი პროცენტი უნდა ყავდეს მას წარმოქმნილი საკანონმდებლო ორგანოში. ეხლა ბუნებრივია ამ ინიციატივას მოხვება გარკვეული
გარკვეული ესეთი შემხვედრი კითხვები, მაგალითად, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან ჟღერდება ხოლმე ესეთი თემატიკა, როგორ მაჟორიტარები გავაუქმოთ და ისმება ეს კითხვა აუცილებლად. როგორ მაჟორიტარი აღარ უნდა აირჩიოს რომელიმე მუნიციპალიტეტმა? დავტოვოთ საზოგადოება, თქვა წარმომადგენლობითობის გარეშე? ამ არგუმენტს ძალიან ნაკლები წონა, მაგრამ მაინც გარკვეული წონა ქონდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მაჟორიტარები იყვნენ ერთადერთი პირდაპირი წესით ასარჩევი ადამიანები, ასე ვთქვათ, პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, ხო? შესაბამისად, წარმომადგენლობა პრაქტიკულად არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს დამოუკიდებლობისგან მოყოლებული დღემდე, მაგრამ დღეს უკვე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამგებლები ირჩევიან პირდაპირი წესით. მერები ირჩევიან პირდაპირი წესით. ანუ ადამიანებს მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველ ქალაქებში აქვთ საშუალება პირდაპირი წესით, ანუ წარმომადგენლობითობის ფუნქცია მიანიჭონ კონკრეტულ ადამიანს და გახადონ ის ადამიანი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად თავის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად და მერე მას მოსთხოვონ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესრულება. ისეთი როგორც არის გზის დაგება, სახურავების გადახურვა, სადარბაზოების მოწესრიგება, ლიფტების, ასე შემდეგ, რაღაცა სოციალური დახმარებების გაცემა და ასე შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა. ანუ არავითარი აუცილებლობა აღარ დგას იმისა, რომ ჰაერივით არსებობდეს წარმომადგენლობითი, თქვა ამ შემთხვევაში მაჟორიტარი პარლამენტში. ეს მაჟორიტარები არც არასოდეს ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც თქვა მათ დაკისრებული ქონდა თუნდაც იგივე საზოგადოების მხრიდან. სამწუხაროდ საზოგადოებას ბოლომდე არ ქონდა ეს განწყობა, რომ მაჟორიტარები მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობას უნდა ეწეოდნენ. სამწუხაროდ საზოგადოებაში ეგეთი დამკვიდრებული სტერეოტიპები არსებობს დღემდე, რომ მაჟორიტარმა გზები უნდა აგოს, მაჟორიტარმა რაღაცა იქ ადგილობრივი ფეოდალის ფუნქციები უნდა შეასრულოს, რაღაც ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების რაღაც საკითხები უნდა მოაგვაროს, უნდა უპატრონოს რაიონს და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი. საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ადამიანები არ ირჩევიან. ეს არ არის პარლამენტის ან საკრებულოს საქმიანობა. ისინი ამ შემთხვევაში კანონმდებლები არიან და არავითარი ის ვთქვათ პატრონები და ფეოდალები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე საზოგადოებას პირდაპირ პროპორციულად ყავს არჩეული ადამიანები, რომელსაც მოსთხოვს მერე პასუხს იმის გამო, რომ ის აირჩია და შესაბამისად მოსთხოვს შეასრულოს თავისი საქმე და მაჟორიტარები კიდე პრაქტიკულად ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან მორჩილი ღილაკზე თითის დამჭერი უმრავლესობა. ანუ ამის გაუქმება ჩვენ ძალიან სერიოზულ პროგრესულ პროცესს მოგვიტანს პოლიტიკაში. ერთმნიშვნელოვნად ეს მოახდენს პოლიტიკური პროცესის განვითარებას, მრავალპარტიული სისტემის განვითარებას, დემოკრატიული რეალობის განვითარებას პოლიტიკურ სპექტრში და ერთხელ და სამუდამოდ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც იქნება ის, რაც ქვია მას, პოლიტიკური ორგანო და არა რაღაც პატარა წვრილ ფეოდალების და რაღაც ხორცმეტება და წურბელებად ქცეული ადამიანების ნაკრები, ხო? შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი როგორც პოლიტიკური, ისე სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით. დიახ, რაც შეეხება 15 ნოემბრის აქციას, მე პირველი რაც მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო და ვთქვა, რომ არავითარი კავშირი დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კავშირი ამ აქციას არ აქვს აფხაზეთის პრობლემატიკასთან და იმ პრობლემასთან, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და აფხაზეთის შორის მოსალოდნელ გასაფორმებელ დოკუმენტს, ეს აბსოლუტურად მემილიონე ხარისხოვანი არის ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც პირდაპირ პროპორციულად ყველაზე დიდი შეცდომები დაუშვა თავის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ყველაზე მეტად დააზარალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დამარცხებული ომის შემდეგ კონცერტი გამართა და გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ კი არ წავაგეთ, გავიმარჯვეთ და მოვიგეთ და ჩვენ მოკლედ რაღაც რამდენიმე ქვის გროვა დავკარგეთ ახლა იმ სოფლების სახით და არაფერი პრობლემა არ არის. ეს არ არის ის ძალა, რომელსაც ეს ადარდებს. ნაციონალური მოძრაობა ამ აქციას აპირებს იმისათვის, რომ დემონსტრირება მოახდინოს, საზოგადოებას განუცხადოს, რომ ისინი არ დახოცილან, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, გადარჩნენ, შესაბამისად, რეანიმაციიდანაც გამოვიდნენ, წელში გაიმართნენ, გაყოყოჩდნენ,
გათავხედნენ და დღეს უკვე თავისუფლებას აძლევენ, განაცხადონ, რომ ხელისუფლებაშიც კი დაბრუნდებიან თუ საჭირო არის და რევოლუციის გზით ისევ. აი ამის თავხედობა ყოფნით მათ და გამოდიან და გაცხადებენ, რომ აქციას ჩაატარებენ სწორედ იქ, სადაც სწორედ მათი ხელისუფლების დროს უამრავი ადამიანი დაზარალდა, გაილახა და დაიხოცა. ეს არის თავხედობის კულმინაცია შესაბამისად და ძალიან სერიოზული პრობლემა ზოგადად სახელმწიფოსი. პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, იმის მაგალითად რომ იყოს მას კონდეს მიჩენილი შესაბამისი ადგილი, რადგან დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, დამნაშავეები არიან, მათ დღეს თავხედობა ყოფნით და გვიცხადებენ, რომ ისინი ისევ აპირებენ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას და ამ ქვეყნის სისხლის ამოწოვას ისევ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება სწორედ ხელისუფლების მიმართ გროვდება ამ თვალსაზრისით. საზოგადოება ხედავს, რომ 2 წლის განმავლობაში მიუხედავად უზარმაზარი მოლოდინისა, რომ ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენის პროცესის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი იქნებოდა და არავინ დარჩებოდა დაუსჯელი, დღეს ყველანი ხედავენ, რომ ყველა ხედავს, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი არ ხორციელდება. ამიტომ ყველა სასში პროცესი ისაა, როდესაც ადამიანები თავად გადაწყვეტენ და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სამართლიანობა საზოგადოების აღსადგენია. მე ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანებს რაღაცა არაადეკვატურობა დავაბრალო. როგორ შეიძლება არაადეკვატურობა დააბრალო ადამიანებს, რომლებიც არიან გამწარებულები წინა ხელისუფლების მხრიდან და ხედავენ, რომ მათი გათავხედების ზღვარი უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად, მაგრამ ამავე დროს ვხედავ ძალიან სერიოზულ საშიშროებას სწორედ აი ამ საზოგადოებრივი დაპირისპირების კუთხით და ვხედავ ძალიან სერიოზულ საშიშროებას აი ამ თუნდაც იგივე კონტრაქციების თვალსაჩინით. ვერ ვამტყუნებ და ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც თulis რომ არ შეიძლება დაუშვას ნაციონალური მოძრაობის აქცია რუსთაველზე პარლამენტის წინ და ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა ქართველი ერის და ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ იმავდროულად მე არ მაქვს იმის იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს გააკონტროლოს სიტუაცია და არ დაუშვას გარკვეული გართულებები. ყოველთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ ხელისუფლებას არ მოუწია ჩემთვის იმის საბაბი, რომ მე ოდნავ მაინც მშვიდად ვიგრძნო თავი და მქონდეს იმედი, რომ ეს ასე არ მოხდება. სამწუხაროდ ჯერჯერობით რასაც ვხედავდით სრულ უუნარობას, უნიათობას, არაპროფესიონალიზმს, რაღაცა არაადეკვატურ საბავშვო ბაღს, შესაბამისად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ პროვოკაციებს, რომლის თვალსაზრისით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ყველანაირად შეეცდება, რომ მოაწყოს, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას ხელისუფლება სათანადოდ ვერ გაუკვალდება. ამიტომაც გარკვეული საშიშროებების და გარკვეული გართულებების პერსპექტივებს ვხედავ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს რაღაცა არ გადაცდება ზღვარს. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველანაირად შეეცდება, რომ სიტუაცია გაამწვავოს, შექმნას დაძაბულობის კერები, მოახდინოს კონფრონტაცია, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ის ყველანაირად შეეცდება, რომ ამ თავისი მოსყიდული ადამიანებით, რომლებიც ჩამოყავს რაიონებიდან და რეგიონებიდან 50 ლარად, ყველანაირად შეეცდება, რომ ეს ადამიანები აღმოაჩინოს ძალიან სერიოზულ კონფრონტაციულ რეჟიმში, ამითი დაიწეროს ქულები, ამითი ჩაგრულის მანტია მოისხას, საზოგადოებას განუცხადოს, რომ აი ქართული ოცნება არაფრით არ განსხვავდება ჩემგან, მე რომ ნაციონალური მოძრაობა ძალადობრივი ხელისუფლება ვიყავი. ესენიც გვცემენ, ესენი ძალადობენ ჩვენზე. საერთაშორისო ასპარეზზე მოფინონ გატეხილი ბოკერიას სხვირი მაგალითად, ან დასისხლიანებული აკომინაშვილის ყბა და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს და შემდეგ რომ ალაპარაკონ ყველანი, რომ როგორი უბედურები არიან ნაციონალური მოძრაობა და როგორი საწოდავები. მაგრამ მერწმუნეთ, თუ დღევანდელი ხელისუფლება არიზამს იმას, რასაც სამართლიანობის აღდგენა ქვია და ამ თავხედობას ელემენტარულად არ დაასრულებს სამართლებრივი ფორმებით ნაციონალების მხრიდან, მაშინ ქართული ოცნება ჩამოშორდება ძალიან მალე ხელისუფლებას და შემდეგ პოლიტიკურ ძალას მოუწევს ამ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. სხვანაირად გარდაუვალია ქვეყნის ნორმალური ცივილიზებული და მშვიდი განვითარების პერსპექტივის წარმოქმნა. რა თქმა უნდა, ხა როგორი სახის იქნება ეს პროვოკაციები, ზართული სათქმელია, მაგ თვალსაზრისით ნაციონალებს უბრალოდ ვერავინ ვერ შეედრება. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის პროფესიონალი პროვოკატორი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მის გარეთაც. ეს არის ძალა, რომელიც ყველაზე გამოცდილია, რადგან ვერ დაუკარგავ. ეს არის მათი გამოცდილება 95 წლიდან მოყოლებელი წოვენ ისინი საქართველოს სისხლს. ისინი ჯერ მოქალაქეთა კავშირის სახელით იყვნენ ხელისუფლებაში, მე ნაციონალური მოძრაობის პრაქტიკულად ყველა დარგში, ყველა სფეროში, ყველა სისტემაში
სისტემაში იციან სად არის სუსტი წერტილები, სად არის ძლიერი მხარეები, შესაბამისად მაგას ვერ დაუკარგავ, რომ მათ ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება სწორედ პროვოცირებებში და პროვოკაციების მოწყობაში. ეს იყო და რჩება ყველაზე საშიშად რადიკალური ძალა ჩვენს ქვეყანაში. მაგიტომაც იყო ის დანაშაულებრივი, მაგიტომაც მოაწერა ამ ძალამ ხელი ადამიანების ხოცვას, ადამიანების განადგურებას, გაუპატიურებას, ადამიანების უფლებების სრულნიველირებას, მაგიტომაც უკვეთავდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში, უკვეთავდნენ ადამიანების მკვლელობებს და მეორე ვიღაცებს მიყავდათ ეს ხალხი და ზღვაში ხოცავდნენ და ხრეტდნენ და მერე ზღვაში აგდებდნენ და რამდენი ადამიანია უზოლოდ დაკარგული კიდე ერთმა უწყის და ასეთი სახით განადგურებული. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად მივა ამ აქციაზე, უნდა ის ესმოდეს ერთი რამ, რომ ის იზიარებს და ინაწილებს პასუხისმგებლობას აი იმ მკვლელობებზეც, აი იმ დანაშაულებებზეც, იმ გაუპატიურებებზეც და იმ ძალადობაზეც, რომელიც მთელი 10 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელიდან ხდებოდა. რა თქმა უნდა, ის ადამიანები არ არიან მკვლელები, მათ არავინ არ მოუკლავთ, არავის მკვლელობა არ შეუკვეთავთ, ხო? ვინც ახლა რიგითი ადამიანი დადგება აქციაზე, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ის ათეთრებს და მაგალითად ამ სხვაზე აправებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამიტომ გარკვეულწილად უნდა ინაწილებდეს კიდევაც იმ პასუხისმგებლობას, რასაც აправებს და ათეთრებს.